მოგესალმებით მეგობრებო, დღეს ჩვენ გადავიღებთ Yamaha RX. მოგესალმებით მეგობრებო, როგორც თქვენ მიხვდით, დღეს გადავიღებთ Yamaha RX. ალბათ კითხვა გექნებათ, რატომ მაინც და მაინც Yamaha RX. ჩემი აზრით ეს მოტოციკლეტი არის ძალიან გამომწვევი და ელეგანტური, ძალიან ლამაზი, აგრესიული, სპორტული. აი ქუჩაშიც რო გადაადგილდები, ძალიან დიდ ყურადღებას იკლავს და არა მარტო ვიზუალის გამო, არამედ ხმის გამოც, იმიტომ რომ 1000 კუბიანებში RX მაინც თავისებური განსხვავებული ხმა აქვს. ჩემს vlogზე მსგავსი ვიდეო ჯერ არ ყოფილა. ბევრი ვიფიქრე, არ ვიცოდი რა გადამიღო. არც არაფერი აქტიურ არ ხდება ჯერ ბაიკებში, არც შეჯიბრები არ ტარდება, არც მსგავსი არაფერი და ნუ რატომაც არა გადავიღებ RX. მაინტერესებს როგორი გამოხმაურება იქნება და თუ მოგეწონება და თუ მსგავსი ბევრი ვიდეო გინდათ, გამოიწერეთ ახლა და ლაიქეთ და შემოგთავაზეთ სხვა მოდელებსაც. ეს ბაიკი ბევრისთვის უბრალოდ ტრანსპორტი არ არის. ეს ბაიკი ბევრისთვის ოცნებაა და ბევრისთვის ადრენალინი, შეგრძნება და გასართობია. ნუ გეტყვით როგორია R1, როგორ შთაბეჭდილებას ტოვებს, ვისთვის არის ეს ბაიკი და ვისთვის არ არის, ვის უნდა ყავდეს, ვის არ უნდა ყავდეს და გამოგადგებათ თუ არ გამოგადგებათ თქვენს საქმეში. მოდი შევეხოთ ვიზუალურ მხარეს. წინა ნაწილზე გვაქვს წვრილი LED განათება, აგრესიული ცხვირი და პლასმასების მოყვანილობა. ნუ გვერდიდან რომ შეხედავ, ძალიან კომპაქტურია, ყველაფერი არის შეკრული. ამ შემთხვევაში გვერდიდან რომ უყურებ კომპაქტური აღარ გამოდის. ეს მოტოციკლეტი არის ჩემი ძმაკაცის ბღევრიშვილის, ბევრს გეცოდინებათ. დაწია, ეგრეთ წოდებული ადვესკა, წინა მხარეს და უკანა მხარეს და პლუს დააგრძელა უკანა საბურავი და დაუყენა ეგრეთ წოდებული მაიატნიკი. ნუ მე ასე უფრო მომწონს ვიზუალურად სიმართლე რომ გითხრათ, მაგრამ მართვაში და მანევრში ისე უფრო კაი იყო, როგორიც აქამდე იყო. მაგრამ ეს იძლევა ძალიან აგრესიულ ვიზუალს და ძალიან ლამაზია ჩემი აზრით ასე მოტო. ეს გაწეული საბურავი სასწაულია. უბრალოდ ერთი ძალიან დიდი მინუსი აქვს. უკან ბურბალი ძალიან გაწეულია და ოდნავ წყალში გაივლი და ზურგის ტალახიანი გაქვს ჩათვალე, აზრი არ აქვს, ვერ გადაგარჩენს ვერავინ. 1000 კუბიანებში ჩემი აზრით ერთ-ერთი გამორჩეული ხმა RX აქვს და ვიზუალიც რავი 1000-იანში უფრო ლამაზი მოტო მე მგონი არ მეგულებენ. ეს ჩემი პირადი აზრია. ბევრი შემეწინააღმდეგებით ალბათ. ახლა კი ყველაზე საინტერესო ნაწილზე გადავიდეთ რავზე. აქ დაგხვდება 998 კუბატურა, crossplay-ის რავი. ეს არის ის, რაც სხვებისგან გამოარჩევს RX. ეს რავი არ გაშინებს უბრალოდ ცხენის ძალებით. ის გელაპარაკება. გაძლევს შეგრძნებას, რომ უბრალოდ რაღაც სერიოზულზე ზიხარ. მოდით ბარემ ძრავის ხმას მოვუსმინოთ. გვეყოფათ ორი აქედან გაგვაგდებენ. მოდი ახლა გადავიდეთ ტარების შეგრძნებაზე. მართვის დროს გეტყვით თუ როგორი არის ეს ბაიკი. პოზიცია არის სპორტული. წინ ხარ გადახრილი, ხელებზე დატვირთვა გაქვს. ქალაქში სიმართლე რომ გითხრათ არასასიამოვნო. საჭემკვეთრია, მოტოც ხელდება და რეალურად სიამოვნებას ვერ იღებ ვერანაირად. მაგრამ როდესაც გზა გაიხსნება, აი მან დიწყება R1-ის რეალური ცხოვრება. ტრასაზე ან ღია გზაზე ეს ბაიკი ცოცხლდება. მართლა ძალიან ზუსტია, სტაბილურია და სიჩქარეს ისემალი არ ვითარებს რომ ვერც კი გაიგებთ. მოდით ახლა მინუსებს გეტყვით, იმიტომ რომ არ არსებობს იდეალური და ზეიდეალური ბაიკი. პირველ რიგში იმას გეტყვით, რომ ეს ბაიკი არ არის დამწყებისთვის და თუ ახლა დაიწყეთ ბაიკის მართვა, ნამდვილად არ გირჩევთ ამ ბაიკზე დაждომას. მეორე, მოვლა არის ძალიან ძვირი, საბურავები, ზეთები, ეგრეთ წოდებული ხუნდები, ჰაერის ფილტრი და მსგავსი რუნა ნაწილები ძალიან ძვირი ღირს და შესაბამისად შენახვა ძალიან რთულია და ძვირი გიждდება. თუ არ გაქვს მაღალი ფინანსური ბექგრაუნდი, გაგიჭირდება ამ მოტოციკლეტის მოვლა და შენახვა. და მესამე ბატონო და მესამე ეს ბაიკი არ არის ყოველდღიური გადაადგილებისთვის არც კარგი, არც სასიამოვნო და არც კომფორტული. მოკლედ, ვისაც ქალაქისთვის გენათ ეს ბაიკი არ გამოგადგებათ და ყოველდღიური გადაადგილებისთვის, მაგრამ თუ დადიხართ გასართობად და დადიხართ სწორ გზაზე, ძალიან დიდ ემოციებს დაგიტოვებთ პირდაპირ მინდა გითხრათ ჩემი გამოცდილებიდან. როდესაც აქ საუბარს მოვრჩებით, გადავინაცვლებთ გზატკეცილზე და მიმავალზე Action 5 Pro-ი გადავიღებთ და იქაც ვისაუბრებთ თუ როგორია მართვის დროს და რა შეგრძნებებს ტოვებს. ნუ პრინციპში შეგვიძლია უკვე დავამთავროთ ჩვენი ვიდეო და გადავინაცვლოთ გზატკეცილზე. მოკლედ ეს ბაიკი არის მათთვის, ვისაც ნამდვილად უნდა სუპერ სპორტი.
გახლავთ 2018 წლიანი Yamaha R1. კონკრეტული ეს ბაიკი არის იდეალურ მდგომარეობაში. არანაირი პრობლემა და დაზიანება არ გააჩნია და შემიძლია თამამად თქვა, რომ ერთ-ერთი საუკეთესო R1-ია საქართველოში. მოკლედ დასკვნა გავაკეთოთ, თუ ყოველდღიური გადაადგილების სჭირდებათ ბაიკი, ეს ბაიკი თქვენთვის არ არის, რა თქმა უნდა, ჯობია სხვა ბაიკი იყიდოთ, მაგრამ თუ გინდათ ადრენალინი და სერიოზული გამოცდილება, Yamaha R1 ამაში საუკეთესოა. შეგიძლიათ კომენტარებში დაწეროთ თქვენთვის 1000 კუბიანებში Yamaha R1 ჯობია თუ სხვა რომელიმე კონკრეტული ბაიკი, თუ მოგიწონოთ ვიდეო და ინტერესებთ ასეთი სტილის ვიდეოები, შეგიძლიათ არხი გამოიწეროთ და დაალაიქოთ ვიდეო. დამიწეროთ ასევე კომენტარებში შემდეგი რა გადავიღო, რა გამოვასწოროთ ჩემ ვიდეოებში. მე პირდაპირ გეტყვით და ყველა ხვდებით ალბათ რომ პროფესიონალურ დონეზე ვერ ვიღებ ვიდეოებს, იმიტომ რომ მარტო მიწევს ახალს გადაღება და შესაბამისად ცოტა მიჭირს ვიდეოების გაკეთება და არც ისეთი დიდი გამოცდილება მაქვს როგორც სხვა ბაიკერებს საქართველოში, მაგრამ ვცდილობ რომ ადამიანებისგან მოვიზიო რაღაც ინფორმაცია, თავიანთი გამოცდილება ამ ბაიკის შესახებ და ჩემი ცოდნა გაგიზიაროთ ელემენტარული. იმედია ვიდეო მოგწონთ. ახლა კი ჩვენ გადავინავსოთ გზატკეცილზე, თან 1-2 გავიარ გამოვიაროთ და რაღაცები შევაფასოთ. შევხვდებით გზატკეცილზე. ბაიკის დაძვისთანავე იგრძნობა, რამდენად მკვეთრი გაზი აქვს რა და რამდენად საშიშია რა. ოღონდ მართლა, აი ოდნავ რომ მოუჭერ, აი ოდნავ უჭერ და ეგრევე მაღალაბარად ზებრუნავს. სიმართლე რომ გითხრათ, კომფორტულია ჯდომი ჩემთვის მაგალითად, მაგრამ უბრალოდ ქალაქში ამით გადაადგილება სწორ კომფორტული იქნება პირადად ჩემთვის. აი კიდევ ერთი Yamaha R7. მოკლედ თამამად შემიძლია ვთქვა, რომ ძალიან დიდი თორქი აქვს ამ მოტოციკლეთს და გასოდნო მოკაჩავ თუ არა, იგრძნობა რომ აი გაქცევა უნდა რა და ძალიან ძმლავრი მოტოციკლეტია რა. ახლა გზატკეცილზე გავიდეთ, ვნახოთ შიფტერი. მე კი ვიცი ამის შიფტერი, მაგრამ პირდაპირ გეტყვით რომ ძალიან რბილი შიფტერი აქვს, მაგრამ გზაზეც შევამოწმოთ. გაზაობას არ ვაპირებ ახლა ამ მოტოციკლეტით პირდაპირ გეტყვით, იმიტომ რომ სხვისი მოტოციკლეტით გაზაობა დისკომფორტია ჩემთვის რა. საშიშია რა, მოკლედ აი მაინც სხვისი რო არის თან არ გინდა რომ რაღაც გაურისკო და სასწაული ბაიკია, აი მართლა სასწაული ბაიკია. არ ვიცი, აი ასეთი სიჩქარე, ასე მალე განავითარო. ბევრ ბაიკს ალბათ არ შეუძლია რა, ალბათ კი არა ბევრ ბაიკს დარწმუნდა რომ არ შეუძლია. ძალიან სუფთად რა, აი მართლა შიფტეს როგორც კი შევეხები, ეგრევე თავს სიჩქარეში ძალიან რბილად, არანაირი გარტყმა, არანაირი დისკომფორტი და ყველასთან რაც მომწონს ამ მოტოსმარტის დროს არის ხალხის რეაქცია. მანქანებიდან თუნდაც ფეხით რომ მოძრაობენ, ძალიან კარგი ემოციებს ტოვებს რა ჩემში ეს ყველაფერი და ძალიან მომწონს. აი მოგესალმა ერთ-ერთი ბაიკერი. ჩვენს vlog-ში მოხდები ძმაო. მოკლედ მოდით შევაჯამოთ დღევანდელი ვიდეო და შევთანხმდეთ იმაზე, რომ Yamaha R1 არ არის უბრალოდ სათამაშო და არც უბრალოდ გასართობი, რომ ესე უბრალოდ ადამიანმა იყიდოს და მოდი აი ეგდოს გავერთობიო. მსგავსი მოტოციკლეტი მართლა არ არის რა. მოკლედ ჩემგან რჩევა იქნება ის, რომ ვინც გამოცდილი ხართ, ვისაც გსურთ ადრენალინის შეგრძნება და სისწრაფის შეგრძნება, აუცილებლად უნდა შეიძინოთ ეს ბაიკი, ჩემი აზრით. მაგრამ გამოუცდელებმა და ისეთმა ხალხმა არ იფიქროთ, ვინც მხოლოდ მოპედზე ხართ ნაჯდომი რა. ერთ თემაზე მინდა საუბარი, პრინციპში, სანამ დაგემშვიდობებით. აი ამ გამშვების თემაზე რა. ძალიან ბევრი შემთხვევა მოხდა ისევ ახალი წლის მერე ამ გამშვებებზე. ახლა ბოლოს ეს 1000 ერერი ყავს ერთ ბიჭს, ოთო თაბუკაშვილია თუ არ ვცდები და მას მოტოციკლეტი ყავდა გაჩერებული რა. და წაართვეს ეს მოტოციკლეტი, იმიტომ რომ სხვები გაზაობდნენ დიდი ალბათობით, მე ასე ვიცი მონაყოლიდან. და ძალიან ტეხავს ის, რომ ამ წელსაც ამ სეზონს გვიფუჭებენ
წესით 15 რიცხვიდან უნდა შესრულიყო ეს კანონი, მაგრამ როგორც ხედავთ, კანონი კი არ შეიცვალა, პირიქით გაუარესდა რა. და კიდე ძალიან ბევრი კომენტარები ვნახე Facebook-ზე პოსტების ქვეშ იუთუბერებზე, რომ იყავით წასულები რა ქენით, აბა ვითომ რაღაცა, ვითომ მაგრები ხართ, ვითომ ზრუნავთ ჩვენზე და მსგავსი კომენტარები იწერება ძალიან ბევრი და მეგობრებო, ეხა ერთს გეტყვით რა. ისინი ყოველ შემთხვევაში ცდილობენ მაინც რომ რაღაც გამოუვიდეთ, მაგრამ ეგრე არ არის. აი თუნდაც ნიკას ავტოლოგი რო არის. მაგ ბიჭის ვიდეოებს ხშირად უყურებ რა, რო პოსტავს ამ ნახუჩერთან დაკავშირებით და ეგ ბიჭი ძალიან ცდილობს და ძალიან სულ კომენტარები იწერება და პირიქით мотиваცია რომ ის ერთმანეთს უკეთესი იქნება და იქნებ ერთად რაღაც გამოუვიდეს და რაღაც გავაკეთოთ. ნუ მოკლედ იმედია რაღაც შეიძლება. ახლა კი დაგემშვიდობებით. იმედია ვიდეო მოგეწონათ. არ ვიცი როგორი ვიდეო გამო. პირველად ვიღებ მსგავს ვიდეოს. ყოველ შემთხვევაში ვცდილობ რომ კარგი გამოვიდეს. იმედია მოგეწონებათ ეს ვიდეო. რაღაცებს აუცილებლად დავხვეწავ, ვიცი რომ ბევრი შესწორება მექნება, მაგრამ მაპატიეთ. ახლა კი დაგემშვიდობებით და შემდეგ ვიდეოში შევხვდები. მადლობელი ვიქნები თუ დამიწერთ გულწრფელ შეფასებას და მომცემთ რჩევებს. ნახვამდის.